18 მომხრე 21 წინააღმდეგი თბილისის საკრებულომ 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო. დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი თბილისის მერიამ საკრებულოს ერთი თვის შემდეგ უნდა წარუდგინოს. თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით სარევიზიო კომისიას შენიშვნები ჰქონდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ კომუნალური ვაუჩერის, უფასო და შეღავათიანი ტრანსპორტით მომსახურების, სოციალური დახმარების და წყალმომარაგებისთვის მოწესრიგებისთვის განსაზღვრულ პროექტებთან, ასევე თანხის განაწილების პრინციპთან დაკავშირებითაც. საკითხის განხილვა საკრებულოს წლის ბოლოს ხდომაზე, რომელიც ისტორიულ შენობაში გაიმართა, მწვავე დებატები და კამათი მოყვა. ჩვენი მიზანი არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ხელეწიფებოდეს ბიუჯეტის სახსრებით საკუთარი პოლიტიკური პარტიის დაფინანსება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ჩვენ გვინდა, რომ ყველა თეთრი გაიხარჯოს თბილისელებისთვის და ქალაქის გამშენებლების და გაკეთებისათვის. თავი შევიკავეთ იმისგან, რომ ბიუჯეტი ყოფილიყო მიღებული, თუმცა ამით მინდა გითხრათ, რომ არც ერთი პროექტი არ გარჩევდება თბილისში. ეს სამუშაობა გაგრძელდება, კონსულტაციები გაგრძელდება. ხადია, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი საკრებულოს უმრავლესობის მიერ და ეს ხანგრძლივი განხილვა იყო მხოლოდ განხილვის იმიტაცია. საჩქაროდ იქნა ატეხილი არეულობა დარბაზში, რაღაც ისეთი კონფლიქტური სიტუაციების ამის ოსტატები არსებობენ. შექმნა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ბიუჯეტი ყოფილიყო ჩაგდებული. ვარდება უმნიშვნელოვანესი პროექტები, რაც არის თბილისისათვის. ეს არის ერთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოგვარება და ახალი ავტობუსების შეძენა, ეს არის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოგვარება და ახალი საბავშვო ბაღების აშენება, ეს არის 2015 წლის ოლიმპიადა. და თუ 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს თბილისის საკრებულო ბიუჯეტს და ესე გაგრძელდება, ეს დადგმული შოუები და სპექტაკლები, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს აქვს უფლება, რომ დაითხოვოს თბილისის საკრებულო დანიშნოს თვითონ მერი და მმართველი ქალაქის და ფედერალური მმართველობა შემოვიდეს ქალაქში.